მოგესალმებით. ეთერშია 51 საჯარო სკოლის პოდკასტი თაობა, რომელიც ამავე სკოლის თვითმმართველობის ეგიდით შეიქმნა. დღევანდელ გადაცემას წარმოგიდგენთ მე, თვითმმართველობის თავმჯდომარე ლიზი შანიძე და ჩვენი სკოლის ისტორიის მასწავლებელი ქალბატონი თამარ ჯავახიშვილი. დღეს 26 მაისია. დღე, რომელიც ყველას აერთიანებს. 107 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. ქვეყანა საკუთარი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს 17 საათსა და 10 წუთზე საქართველოს მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით მიიღო დამოუკიდებლობის აქტი. აქტის მიღება ქვეყნის დედაქალაქ თბილისში მოხდა. მაშინ დოლგოლოვინის პროსპექტზე, დღეს რუსთაველის გამზირზე მდებარე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. დადგა დღე, რომელსაც ყველა ქართველი ელოდა. მზე ისეთ საქართველოში ამოვიდა, როგორიც ილია ჭავჭავაძისა თუ სოლომონ დოდაშვილის ოცნებებში ისახებოდა. საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არასრული 3 წელი იარსება. 1921 წელს ჩვენს ქვეყანას რუსეთის ოკუპანტმა ჯარმა შემოუტია და 70 წლიანი ტყვეობის ათვლა დაიწყო. და რა მოხდა 70 წლიანი ტოტალურ რეჟიმში? წარმოსახვითი მშვიდობა დამყარდა, ავტორიტეტის მორჩილი თაობის აღზრდა დაიწყო, გაღვივდა ეთნიკური კონფლიქტები, საფრთხე დაემუქრა ჩვენს ენას, სარწმუნოებას, იდენტობას. და კიდევ რა მოხდა 70 წლის მანძილზე? საქართველო არ დამორჩილებია ბედს. იბადებოდნენ და საბჭოთა რუსეთის რეჟიმს ეწირებოდნენ ქართველი მწერლები, პოეტები, ახალგაზრდები, მასწავლებლები, სასულიერო პირები, რომლებსაც ქართველიერი ბნელი გვირაბისა და გისოსების მიღმა ცხოვრებისთვის არ ემეტებოდათ. მოგესალმებით ქალბატონო თამა. თხოვთ მიაგოთ ეროვნული მოძრაობის შექმნაზე და განვლილ ისტორიაზე 1991 წლის 9 აპრილამდე. მოგესალმებით პირველ რიგში ქართველების ყველაზე სამოყო ეს მოგილოცავ ყველას 26 მაისს. რაც შეეხება ეროვნულ მოძრაობას, საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. და შორიდან სასურველია დავიწყოთ, თუმცა 60-იანი წლების გამოჩენილი ეწოდებული დისიდენტი. დისიდენტები ჩვეულებრივ განსხვავებულებას ნიშნავდა საბჭოთა კავშირის ენაზე და ეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც ძირითადად იბრძოდნენ ადამიანების უფლებების დაცვისთვის. ცნობილი სოციალისტის ცნობილი ბუკოვსკი, ადამიანების მოძრაობას საქმეში და გაჩნდა ესეთი ტერმინი სამიზნად. რუსული გამოცემას ნიშნავს და დაიწყო ბავშვობა ნელა ძალების გამოცემის სულ ძირითადად ეკონომიკის უფლებების დაცვაზე და რაც ისეთებზე სწავლული რაც ასიამოვნებდა და იმპერიის ხელისუფლებას. შემდეგ ამ ამბავს ცოტა ამიიტყავებს ის, რომ 1975-ში იდება ეს ჰელსინკის ხელშეკრულება ცნობილი, რომლის საშუალებითაც თქმით, რომ ამერიკამ და ევროპამ მეტნაკლებად შემოაღწიეს საბჭოთა კავშირის ჩატარებულ სივრცეში, რომ ადამიანების უფლებების დაცვა აქაც ყოფილიყო მეტნაკლებად გაკონტროლებული და ჰელსინკის კავშირმა შემდეგ თითქმის საბჭოთა კავშირის 15 რესპუბლიკიდან უმრავლესობაში შექმნა თავისი ორგანიზაცია. სიყვარული გამოიწვევს მოკლედ ვიტყვით, რომ საქართველოში ჰელსინკის კავშირი თქვენთვის ცნობილმა ორმა ქართველმა სერიოზულ საკუთრებდა მერაბ რუსეთთან ჩამოაყალიბეს. ეს ადამიანები ამ საქმიანობასთან ერთად გამოსცემდნენ ჟურნალებს, პოეტიებს, სპეციალისტი, ზედმეტსახელმოქმედებო აქტივისტები, მეორე იყო საქართველოს მეურნე და ამ ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით ეკონტაქტებოდნენ ადამიანებს და აღიარებდნენ ეროვნული იდეების შესახებ რასწავლაში. რამდენჯერმე იქნა ორივე ადამიანი დაპყრობილი. მაგრამ ისინი დასაბუთეს, მერაბოსნავს, ისინი შემდეგ ორივე ზოგადად შეეცდა. შემდეგ უკვე
მოდით კონსულტაციაზე გადავიდეთ ძალიან სიტუაცია გვიგზავნეს. როდესაც მე გახდით სტუდენტი, პირველი კურსის სტუდენტი და ხალხი მოწმენდა და შეგვიძლია რომ ისა რაც იცით რომ 9 წელს რამდენიმე ადრე რამდენიმე მოთხოვნა იყო გასულიყო ისტორიის წინაშე სწავლობთან ყოველთვის ის თავის გამზირზე გამოსული ადამიანებს და ეკონომიკური აიწყოს სიტუაციის წელები გამზირდა შემდეგ არეგისტრირებით და აქაც სიტუაცია გადაგზავნა ისეთი საშინაო ზემოყარებოთ გამოცხადდა. Იცით შეყვანილი იქნა ხელისუფლების თანხმობით ჩვენი მუსლიმი ჯარი, რომელმაც იმ დროს ჯერ კიდევ ისევ საბჭოთა ჯარი ყველაზე ისეთი სასტიკი განაყოფილება მისალები, რომელსაც ისალების ნიჭები და აკრძალული მაშინ და აკრძალული გაზი კონტაქტთან მოხდა მიტინგის დამზება, სადაც ადამიანი დაიღუპა. ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა 9 აპრილის თემა. თემა ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა ფილოსოფიაში 9 მithumetes საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, ბალტიის რესპუბლიკებში, იქაც ასეთი ფილოსოფია ჰქონდა წებული და საქართველოს შეძლო ესეთი რაღაცა, რომ 1990 წელს ოქტომბერში იძულებად ჩატარებული პროგრამული არჩევნები. თავიდან რაღაცა კომუნისტური პარტიისგან აღწევთ ნამდვილად მოდიოდა, მაგრამ მე უკვე შეუძლებელი გახდა ამისი აკეთება არჩევნები. და ჩატარდა 1990 წელს უზენაესი საქმის არჩევნები. და მე დავფერ ეს მასშტაბური პროგრამები, რომ ასე თქვა იოგაიო პანინდა თავისუფალი საქართველოს ბლოკი ის რომელსაც ძალიან მოსახლეობა ეზრდება იცით. და მოხდა ესეთი პირველი ძალიან კარგი ფაქტი. მრავალპარტიულ არჩევნებში რამდენიმე პარტია მოხვდა ხელისუფლებაში. ამის შემდეგ უკვე თქვენ გეტყვით რომ იწყება რეფერენდუმისთვის მზადება, მოსახლეობამ ის ხმა უნდა სწორედ ჩვენი დამოკიდება. ის სწორედ აქ უნდა შეგახსენოთ ჩვენი 1990 წლის დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც თქვენ უბრალოდ 26 მაისს შედგა ესეც, ჩვენი კოლონიის სამთავროების გამზირზე მოიწერა ხელი და ეს დოკუმენტი ბავშვები იყო ინდივიდუალურად და სამართლებრივად ის დოკუმენტი, რომელიც მემკვიდრეც იქნებოდა უკვე 91-ში ჩვენი გამოცხადებული დამოუკიდებლობა. და მართლაც რეფერენდუმზე ეჭვხომარ გეპარებათ, რომ გაიმარჯვა 91%-ით თანხმობამ დამოუკიდებლობაზე და ამის შემდეგ უკვე შედგა ეს ახალი დამოუკიდებლობის აქტი 1991 წლის. ერთხელ კიდევ ვიმეორებთ იმის საფუძველზე, რომ ჩვენ 1918 ვშივათ იმით ეს დოკუმენტი 1921 წლის ოკუპაციის დროს ფინიცით, რომ ქართულ მთავრობას ცხოვრებიან ნაციონალიზმის საფრანგეთში უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება იყო აცებული და ისტორია ამან გადაგვარჩინა ჭამებში, რომ ამოგვიყვება ჩვენ ყველაფერში შემდეგ ეს ჩვენი შენარჩუნებული დამოუკიდებლობა და დოკუმენტი. 1991 წლის 26 მაისს მოხდა უკვე ოფიციალურად კონსტიტუციაზე დამოუკიდებლობის გამოცხადება. დღეს სეიმს 26 მაისს. ძალიან ბევრი საინტერესო ამბავია კიდევ ეროვნულ მოძრაობაზე მოსაყოლი, მაგრამ ალბათ ჩვენი გადაცემის ფორმატი ახლა ერთ გადაცემაში ამის უფლებას არ მოგცემს. შემდეგ როცა მოხდება ეს საინტერესო დღეები, შეგვიძლია რომ ამ თემაზე ვისაუბროთ. შეგვიძლია ასევე სტუმრები მოვიწვიოთ, რომლებიც იყვნენ ამ ეროვნულ მოძრაობაში მაშინ და მოღვაწეობდნენ და რომელთა ძალიან დიდი დამსახურება ჩვენ დღეს დამოუკიდებელი საქართველოს გვაქვს და ცხოვრობთ დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოში. ვიფიქროთ ამაზე და შეგვიძლია შეგვიძლია გავაკეთოთ სტუმრებთან ერთად ამ თემაზე გადაცემა. მადლობა მინდა განვიხადოთ, რომ მოვიწვიოთ გადაცემაში რომელსაც ეშოვა ის გრამას ძალიან საინტერესო თემას. დიდი მადლობა ქალბატონო თამა. მინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს წინაპრებს, რომლებიც დიდი შრომით და ბრძოლით განმოგვიმოცეს დამოუკიდებლობა. ისინი ახლა უყურებენ და იციან, რომ არ დავთხოვთ მათ უნაროვარს. ჩვენ არ გვერდება თაობა, რომელმაც უყავდა საერთო მიზანს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. არავდეს ერთი. Magrada da khari Dadges kijinis Koriana deli Rom Sakartvelos Temenis akwani Lavit gesturapa Kasana tereli Magrada khari Tersavi toali Dailisaleba Vinchen ertmane Utseva gapkhara Satkostan sheqaras Aregi aseba Ugamarjveba Risvizani Gabadebuni Arvartlashareva Samulisatvis Tvebosikuili Anagamar Shans damodi Tore samotkhis Via mizashi Masakhdaniya Avisufleva Ise armodis Avisufleva Omatafedriya Samulisatvis